ტრანსფორმერები, შენიღბული რობოტები. მაყურებლები გარკვეული ასაკის ახლა კლასიკურ მულტფილმზე გაიხსენებენ. სხვები კი იმაზე იფიქრებენ, მაიკლ ბეიმ ფრენჩაიზს რა უფნა, ან იმ სათამაშოებზე, რომლებზეც გაიზარდნენ. მაგრამ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენგან არც ერთი არ იფიქრებს ტრანსფორმერებზე უკრაინის ომის კონტექსტში. მაგრამ უნდა იფიქროთ, ისინი აქ არიან. უკრაინამ ახლახან რაღაც მოქმედებაში ჩაუშვა, რაც ისტორიაში შევიდა. ის ზღვიდან მოვიდა, ტრანსფორმით და შემდეგ რუსების განადგურება დაიწყო. რუსეთის ყველაზე საშინელი კოშმარი უკვე მოვიდა. რევოლუციური ახალი დრონი, რომელიც მუშაობს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. რევოლუცია მოდის. და ისაც მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავისი ტრანსფორმერი გამოიყენა, გვაჩვენებს იმ სასტიკ მომავალს, რომელიც პუტინის მარიონეტებს ელით. უკრაინის სამხედროები ამას მსოფლიოში პირველ შემთხვევას უწოდებენ. მათ ახლახან განახორციელეს კომბინირებული სახმელეთო და საზღვაო ოპერაცია, რომელმაც ტრადიციულ ამფიბიურ დესანტს 21 საუკუნის ელფერი შესწინა. მოკლედ აგიხსნით. უკრაინამ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაგზავნა უპილოტო ზედაპირული ხომალდი, რომელშიც სახმელეთო რობოტი მოთავსებული. როდესაც საზღვაო დრონი ადგილზე მივიდა, მან სახმელეთო რობოტი გადმოიტვირთა და ისევ წყალში დაბრუნდა. რობოტი კი რუსულ პოზიციაზე შეტევისთვის დატოვა. ამ ოპერაციის დროს არც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო ორი განსხვავებული ტიპის დრონის საოცარი შერწყმა ერთ დამთმელ პლატფორმად და რუსეთი უბრალოდ მზად არ იყო ამისთვის. გიჟურად ჟრევს, არა? თითქოს ფილმიდან იყო ამოღებული, მაგრამ ეს მოხდა. და აი დეტალები. ადგილმდებარეობა იყო კინბურნის ცელზე. ეს პატარა მიწის ნაკვეთი უკვე დიდი ხანია სიახლეებში ფიგურირებს. სულ რაღაც 40 კილომეტრის სიგრძის კინბურნის ცელზე რუსეთის ჯარები იმყოფებიან. მას შემდეგაც ხერსონის ოკუპაცია დაიწყო 2022 წლის მარტში. ცელს მნიშვნელობა აქვს მისი მდებარეობის გამო. დნიპრობუგის ესტუარსა და შავ ზღვას შორის მიკოლაევის რეგიონში მდებარე ცელი ფაქტობრივად წარმოადგენს ბარიერს ან საკონტროლო პუნქტს, რომლის კონტროლით საშუალებას აძლევს ვინც მას აკონტროლებს, მართოს წვდომა უკრაინის სამხრაინის სამხრეთ სანაპიროს. რუსეთი ამას წლები აკეთებს. მათ პირზე დააყენეს სადამკვირვებლო ერთეულები, რათა თვალი ადენონ ნებისმიერ საზღვაო მოძრაობას, რომელიც მიუახლოვდება მიკოლაევს ან ოდესას. გარდა ამისა, ცელი გამოიყენეს უკრაინული საზღვაო მარშრუტების შესაძლებლად და დნიპროს ნაპირზე მდებარე ობიექტებზე საარტილერიო დარტყმების განსახორციელებლად. უკრაინა კინბურნის ცელის დაბრუნებას ითხოვს. ერთხანს ივნისში ჩანდა, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინის ზეწოლის კამპანიამ, როგორც ჩანს, რუსული ჯარების ცელიდან გაყვანა აიძულა. მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ იკავებს მას, ამიტომ უკრაინა მუშაობას აგრძელებს. კინბურნის ცელზე კონტროლის დამყარებით, უკრაინა რუსეთს მნიშვნელოვან სადაზვერვო პლატფორმას აღწმევს და იმ მარშრუტებს, რომლითაც მისი სავაჭრო გემები გადაადგილდებიან, ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის. უკრაინის იზოლაციის სტრატეგია საკმარისი არ აღმოჩნდა კინბურნის ცელის გასათავისუფლებლად. უკრაინამ თავისი ახალი ტრანსფორმერით შთაგონებული დრონების მიდგომით შესაძლოა საბოლოოდ იპოვა ის, რაც ამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნებისთვის სჭირდებოდა. ეს მიდგომა გულისხმობს ამფიბიურ შეტევებს საზღვაო დრონებისა და საბრძოლო სახმელეთო რობოტების გამოყენებით. და საბედნიეროდ უკრაინამ ზუსტად გადაიღო თუ რა გააკეთა მისმა ტრანსფორმერმა, როდესაც კინბურნის ცელზე მივიდა. ერთწუთიანი ვიდეო ნამდვილად აჩვენებს რაღაცას, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. უკრაინის 123 ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დრონების ოპერატორებმა ჯერ შორიდან მართეს უპილოტო საზღვაო დრონი და მიიყვანეს კინბურნის ცელის სანაპიროზე. ეს თავისთავად უკვე საკმაოდ საშიშია. უკრაინას მოუწევდა მარშრუტის ფრთხილად დაგეგმა, რათა რუსი სამხედროებისთვის დრონის გადაადგილება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ვიდეოს დეტალური შესწავლა აჩვენებს სახმელეთო დრონს, რომელიც მალე ამოქმედდებოდა და ფაქტობრივად საზღვაო დრონზე იყო მოთავსებული. როდესაც საზღვაო დრონი ნაპირზე მივიდა, მან ჩამოაგდო პანდუსი და სახმელეთო რობოტმა ოპერაციის თავისი ნაწილი დაიწყო. ეს სამაშველო მისია არ ყოფილა, როგორც ხშირად ხედავთ, სახმელეთო რობოტები ასეთ ოპერაციებში მონაწილეობენ. უკრაინის რობოტი ბრძოლისათვის მზად იყო. როდესაც რობოტი საზღვაო დრონიდან შორდება, ხედავთ, რომ მის ზედა ნაწილზე დამონტაჟებულია ტყვიამფრქვევი, სავარაუდოდ PKT. უკრაინის რობოტი სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს თავისი სამიზნის მიმართულებით. შემდეგ ის სროლას იწვევს. ვიდეოში შეტაკების შედეგი არ ჩანს, მაგრამ ეს არც არის საჭირო. პოტენციალი სულ მცირე, ყველასთვის თვალსაჩინოა. უკრაინას ახლა შეუძლია ხმელეთის რობოტების გადმოსვლა, რომლებსაც ტყვიამფრქვევების, ნაღმებისა და სხვა იარაღის ტარება შეუძლიათ იმ ტერიტორიების სანაპიროებზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. ჩვენ უკვე ვიცით, რას ფიქრობთ. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვეთანხმებით და მალე აგიხსნით რატო, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე საკითხია, რაც კინბურნის ცელის ოპერაციასთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ. უკრაინამ ამას მსოფლიოში პირველი შემთხვევა უწოდა და ამას ვერავინ უარყოფს. ჩვენ ახლახან ვიხილეთ ამფიბიური დესანტი, რომელიც განხორციელდა ზღვისა და სახმელეთო დრონების ჰიბრიდის მეშვეობით. საკმარისი ამის თქმა, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც უკვე საკმარისზე მეტი ნახეს უკრაინის ლითონის საოცრებებისგან, ეს შოკისა და კოშმარების მიზეზი გახდეს. Business Insider ამას უწოდებს მნიშვნელოვან წინსვლას ომში უპილოტო სისტემების გამოყენების მხრივ.
კიდევ ერთხელ, ამ შეფასებას ვერ შევედავებით. უფრო შორსაც კი წავალთ და ვითვლით, რომ ეს მთლიანად ცვლის ომის საზღვაო ასპექტს. არც საზღვაო დრონები და არც სახმელეთო რობოტები ახალი რამ არ არის. უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს ამ უკანასკნელს ოპერაციებისთვის, მათ შორის ევაკუაციისთვის, ლოგისტიკისთვის და საბრძოლო მისიებისთვისაც კი. საზღვაო დრონები კიდევ უფრო დიდი ხანია გამოიყენება. შავი ზღვის ფლოტს ამაზე ყველაფერი შეუძლია გითხრათ. კი, გადარჩენილი გემები ამას შეძლებდნენ. რუსეთის მრავალი სამხედრო გემი უკვე გამოცდილი აქვს, რაც შეუძლია საზღვაო დრონებს. და ახლა ისინი ჩაძირულია ან იმდენად დაზიანებული, რომ გამოსაყენებლად უარგისია. მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ორი ტექნოლოგიის შერწყმა, რომლებიც უკვე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან რუსეთს. ეს არის ის, რაც თამაშის წესებს ცვლის აქ. მაგრამ იმ კადრების გარდა, რაც უკრაინამ გაავრცელა, უნდა ვივარაუდოთ, რა ტიპის დრონები გამოიყენა უკრაინა. ამ ვიდეოს შექმნის დროს ოპერაციაში გამოყენებული საზღვაო დრონი უცნობია. თუმცა მიიჩნევა, რომ სახმელეთო რობოტი ეკუთვნის რაისის ოჯახს, რომლის წარმომადგენლებიც 2026 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში უკრაინაში აქტიურად ჩნდებოდნენ. სინამდვილეში შესაძლოა აქ ბრძოლის ველზე ისეთი გამჭრია ხობა ვიხილოთ, რასაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროც კი არ ელოდა. მხოლოდ აპრილში გახდა შესაძლებელი, რომ სამინისტრომ Rise და Rise Pro დანაყოფებისთვის ხელმისაწვდომი გახადა Brave One-ის ბაზარზე, სადაც დანაყოფებს შეუძლიათ ოპერაციების შესრულებით დრონების გამოყენებაში მიღებული E-ქულები გაცვალონ, დამატებით დრონებში. შესაძლოა 123 ცალკე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ Rise-ის შეძენის შესაძლებლობა გამოიყენა, რადგან კიმბურმის ცელზე დიდი გეგმა ჰქონდა. ეხლა ვიცით, რა იყო ეს იდეა, რომ Rise-მა თავი დაამკვიდრა მანამდე, სანამ Brave One-ის ბაზარზე მოხდებოდა. ობრუპელიაში უკრაინის 93 ცალკე მექანიზებული ბრიგადის წევრებმა უკვე გამოიყენეს Rise, როგორც კონტრშეტევაზე საფასუხო ოპერაციის ნაწილი, სადაც რობოტს დამონტაჟებული ჰქონდა ტყვიამფქვევი და მისი დახმარებით ოკუპირებული სახლები რუსი ჯარისკაცებისგან გაწმინდა. მეც ამბობს, რომ ამ ერთმა Rise რობოტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა რამდენიმე თვის წინ ვესელასა და დრუზიკას სოფლების გათავისუფლებაში. და ისიც დაფიქსირდა, როგორ მოძრაობდა გზაზე ვესელას მახლობლად. რუსულ პოზიციებზე სროლისას რობოტზე დამონტაჟებული დინამიკით რუს ჯარისკაცებს დანებებაზე მოწოდება ესმოდათ. ეს მართლაც შემაძუწუნებელია. წარმოიდგინე, როგორ მოდის შენსკენ რობოტი, ტყვიამფქვევით დამიზნებული შენ სამალავზე და გეუბნება, რომ დროა დანებდე, თორემ უკვდავი რკინის ნაგლეჯი ცეცხლს გაგიხსნის. Rise ასევე გამოიყენეს იმ მიზნებისთვის, რასაც ელოდებოდი. რობოტი, რომელიც რეალურად 2024 წელს წარადგინეს და აქვს 20 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი და 300 კილოგრამის ტვირთანწეობა, თებერვალში სამაშველო მისიაში მონაწილეობდა. ამჯერად Rise Pro უკრაინის 112 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა. ის მივიდა თავშესაფარში, სადაც ჯარისკაცი იმალებოდა. გზაში გადაურჩა FPV დრონებისა და არტილერიის შეტევებს და შემდეგ ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. აქ თავარი ისაა, რომ Rise-ისა და მისი შესაძლებლობების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არსებობს იმისთვის, რომ თარწმუნებით ვივარაუდოთ, უკრაინის ტრანსფორმერების სტრატეგიაში გამოყენებული რობოტი სწორედ Rise-ია. კარგნულად იგივეა. მას შეუძლია ტყვიამფქვევის ტარება, ზუსტად ისე, როგორც წარსულში Rise-ს ტყვიამფქვევით ხედავდით და ასევე ხელმისაწვდომია Brave One-ის ბაზარზე. ყველა დეტალი ერთმანეთს ეწყობა. თუმცა აქ მთავარი სწორედ პოტენციალია. რაც უკრაინის ვიდეოში ვიხილეთ, არის ერთი ოპერაცია, რომელიც ორი დრონის მიერ ჩატარდა და მათ ერთად სამხედრო ისტორია შექმნეს. შაბლონი უკვე ჩამოყალიბდა. ეხლა წარმოიდგინეთ ეს. ან ტრანსფორმერების არმია, რომელიც მზადაა ამფიბიური შეტევებისთვის. უკვე იცით, რომ აქ საუბარია იმაზე, რაც შესაძლოა კირიმს ელოდება. ეს დრონების გამოყენების ახალი მიდგომა შეიძლება მთლიანად შეცვალოს უკრაინის სტრატეგია ოკუპირებული ნახევარკუნძულის მიმართ. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ ვიხურებით სათაურებებით სათაურების მიღმა, რათა მოგაწოდოთ სრული ამბავი და სიღრმისეული ანალიზი. თუ მოგწონთ ის, რასაც ხედავთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შეტყობინების არის ჩართვა. მაშ ყირიმი. უკრაინას წესით არ უნდა შეეძლოს ამფიბიური შეტევის განხორციელება ნახევარკუნძულზე. მართალია, რუსეთი ბოლო დროს ისე იქცევა, თითქოს მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. როდესაც უკრაინა აგრძელებს თავის სტრატეგიას ყირიმის იზოლაციისთვის, მიწაზე საწვავისა და მომარაგების სატვირთოებზე და შავ და აზოვის ზღვებზე ხომალდებზე დათმობით, ასევე ლოგისტიკურ კვანძებზე ყირიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის სამხედრო სტრატეგებმა დაიწყეს შეშფოთება. როგორც RBC Ukraine უთხრება, 3 ივლისს რუსეთის დანაყოფები ყირიმში ატარებენ სპეციალურ შტაბურ წვრთნებს ამფიბიური შეტევის მოგერიებისთვის მოსამზადებლად. ასევე აძლიერებენ სანაპირო თავდაცვას. თუმცა ესეთი შეტევა ტრადიციული გაგებით ნაკლებად სავარაუდოა. პირველ რიგში უკრაინას თითქმის არ ყავს საზღვაო ფლოტი და ნამდვილად არ აქვს საკმარისი სადესანტო ხომალდები, რომ ყირიმში საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები გადასხას და ნახევარკუნძული ძალით დაიბრუნოს. თუნდაც ხომალდები პრობლემა არ იყოს, უკრაინას მოუწევდა 10,000-ობით, თუ არა 100,000 ან მეტი ჯარისკაცის გამოყოფა ყირიმის გასათავისუფლებლად. თუ ვივარაუდებთ, რომ ის იმავე ამფიბიურ მეთოდს გამოიყენებდა, რომ ის მოსაგერიებლადაც რუსეთი ემზადება. თუნდაც დრონებისა და არტილერიის გამოყენებით უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა ოკუპირებული ყირიმის დაცვის გარღვევა. იმ დროს, როცა მას მიწაზე შემოჭრილი ძალების შეკავებაც მოუწევდა.
ძალების ზედმეტად გაფანტვა პრობლემას შექმნის. მაგრამ ეხლა ალტერნატიული სცენარი ჩნდება. წარმოიდგინეთ ეს. მას შემდეგ რაც 123 ცალკე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ კინბურნის ცელზე მიაღწია წარმატებას, უკრაინის სამხედრო სტრატეგებმა იდეა დაებადათ. მათ უკვე აქვთ საზღვაო დრონები და ყოველდღე შენდება რაისის სახმელეთო რობოტები. შეიძლება ტრადიციული ამფიბიური შეტევა საჭირო არც იყოს. ამის ნაცვლად უკრაინამ შეიძლება გააკეთოს ის, რასაც ომის უმეტეს ნაწილში აკეთებდა. ყველა მოლოდინის გადატრიალება და ტირიმში გათავისუფლების კამპანიის დაწყება, რასაც არავინ ელოდება. რობოტების არმიის შექმნით, რომელიც სავსე იქნება ტრანსფორმერის ტიპის დრონებით, რომლებსაც კინბურნის ცელზე ვიყენებდით, უკრაინას შეიძლება ათეულობით თუ არა ასეულობით სახმელეთო რობოტი გაგზავნოს ყირიმის სანაპიროზე. რა თქმა უნდა, ეს რობოტები მარტო ვერ დაიბრუნებენ ყირიმს. მათ შეზღუდული მოქმედების არეალი აქვთ და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ცეცხლის ძალით შეიძლება გაგზავნონ. მაგრამ ის, რაც მათ შეუძლიათ, არის რუსეთის მიერ ყირიმში აღმართული სანაპირო თავდაცვითი ნაგებობების განადგურება, ან ტყვიამფრქვევებით, ან კამიკაძე შეტევებით, ნაღმების ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით. აქ იდეა არ არის ყირიმის სანაპირო ზოლის სრულად გაწმენდა. ამისთვის ათასობით ტრანსფორმერი იქნებოდა საჭირო. ამის ნაცვლად უკრაინა ამ მიდგომას გამოიყენებდა სანაპიროს გარკვეული მონაკვეთების გასაწმენდად, რათა სპეციალური დანაყოფები შეეყვანა ყირიმში, სადაც ისინი ოპერაციებს ჩაატარებდნენ. ჯარის პოზიციების, საჰაერო თავდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად. ეს არ იქნებოდა სრულმასშტაბიანი შეჭრა ოკუპირებულ ყირიმში. მაგრამ ეს იქნებოდა მიდგომა, რომელიც ნახევარკუნძულს საფრთხის ზონად აქცევს იმ დროს, როცა უკრაინა უკვე იზოლაციას უწევს ყირიმს თავისი ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამით. ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია თუ გნებავთ. ამ იზოლაციის სტრატეგიამ უკვე გამოიწვია საწვავის დეფიციტი ყირიმში. გარდა ამისა, უკრაინამ დაარტყა ელექტროქვესადგურებს, რამაც ნახევარკუნძულზე განმეორებადი ელექტროენერგიის გათიშვები გამოიწვია. ყირიმის ოკუპანტები უკვე შეშინებულები არიან. რაც რუსებისთვის ფუფუნების ადგილად იყო განკუთვნილი, ომის ზონად იქცა. უკრაინამ ეს იცის. ისიც კი თავს იკავებს ქერჩის ხიდზე დათმისგან არა იმიტომ, რომ ხიდს ვერ დაარტყამს, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა სურს ყირიმელი ოკუპანტები რუსეთში გაიქცნენ, როგორც პუტინის სრული მარცხის სიმბოლო, რომ ვერ შეძლო მათი დაცვა. როგორც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი ასე ლამაზად ამბობს, ჩვენ არ ვეხებით ყირიმის ხიდს, თუ არ შეგიმჩნევიათ. მივცეთ მათ გზა, გაატარეთ ისინი. მოუშვით ეს მილიონები, ყველანი გააგრძელონ სვლა იმ პატარა ხიდზე, გაუჩერებლად უკან, თავიანთ რუსეთში. თუ უკრაინა ამ უკვე ფეთქებად ნაზავს დაამატებს ამფიბიურ შეტევებს საზღვაო დრონებითა და მკვლელი რობოტებით, ჩვენ ვიხილავთ მასობრივ გაქცევას. რუსეთს მოუწევს გაუნკლავდეს 100,000-ობით ლტოლვილს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად გარბიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყირიმელი ოკუპანტები გაიგებენ, რომ რობოტებს უკრაინელი ჯარისკაცები მიხვებიან, რომლებიც უკვე შორიდან ჯოჯოხეთად უქცევენ მათ ცხოვრებას. შეიძლება ამ სცენარით წინ გავრბივართ, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად არის იმაში, რაც ახლა ხან ნახეთ, რომ უკრაინამ გააკეთა. სოფლიოში პირველად შესაძლოა სწორედ ეხლა შეიქმნა საფუძველი ყირიმის გათავისუფლებისთვის. მაინც მოდი ყირიმი ცოტა ხმით გვერდზე გადავდოთ. მაინც უზარმაზარი პოტენციალია იმაში, რაც უკრაინამ ახლახან გააკეთა თავისი ტრანსფორმერების მიდგომით. იფიქრეთ, სად მოხდა ეს? კინბურნის ცელი მდებარეობს მნიშვნელოვანი ესტუარის შესასვლელში, რომელიც ჯერ კიდევ დავის საგანია. და ეს სიტუაცია მთელ უკრაინაში ხდება. ფრონტის ბევრ რეგიონში რუსეთსა და უკრაინას შორის მდინარეებია, რომლებიც რუსეთს უნდა გადალახოს შეტევების განსახორციელებლად. ორივე მხარე არტილერიას გამოიყენებს და დრონებს აგზავნის ერთმანეთის დასარტყმელად. მაგრამ უკრაინის საზღვაო დრონისა და სახმელეთო რობოტის კომბინაცია უკრაინას საშუალებას აძლევს დაარტყას რუსულ პოზიციებს სადაო მდინარეების ნაპირზე. ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. მდინარეების გადაკვეთა უკვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა რუსეთისთვის, რადგან ეს ბუნებრივი ბარიერები ადვილად დასაცავია. გადასასვლელები ძალიან ცოტაა და ერთმანეთისგან დაშორებულია, რის გამოც უკრაინას შეუძლია დრონები და არტილერია ნებისმიერ ადგილას მიმართოს, სადაც რუსეთი გადაკვეთას შეეცდება. ბუნებრივი გადასასვლელები როგორც წესი გზებთან ახლოსაა, რომლებსაც უკრაინა რუსეთზე უკეთ იცნობს. ამიტომ ადვილია ვიწრო მონაკვეთების შექმნა და მისასვლელი მარშრუტების წინასწარ განსაზღვრა. როგორც Forbes არნიშნავს, რუსეთს ხშირად უწევს ფრანკენშტეინის მსგავსი პონტონების შექმნა მხოლოდ იმისთვის, რომ მდინარე გადაკვეთოს, რაც ძალიან საშიში ამოცანაა და პუტინის ჯარისკაცებს როგორც მშენებლობისას, ისე გადაკვეთის მცდელობისას დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს უკრაინის ახალი ტრანსფორმერებიც ემატება. როცა ისინი, ვინც ცდილობს ხიდის აშენებას ან გადაკვეთას, იბომბებიან, უკრაინამ ასევე შეიძლება დაიწყოს სახმელეთო რობოტების გაგზავნა მდინარეების გადაღმა რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად. შეტევისა და თავდაცვის კომბინაცია მდინარის გადაკვეთას, რაც ისედაც რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. ვინ იცის? უკრაინამ შეიძლება შეძლოს საკუთარი გადასვლების განხორციელების შესაძლებლობაც შექმნას, ბლობად შექმნას თუ სახმელეთო რობოტების გამოყენებით, რუსული ძალები იმდენად უკან დაახევინებს, რომ უკრაინის ჯარები ოკუპირებულ ნაპირს მიაღწევენ. კიდევ ერთხელ, ეს კიდევ ერთი პოტენციური სცენარია, რომელიც უკრაინის ბრწყინვალე ახალ სტრატეგიას მოჰყვა. თუ ცოტა ხნით სპეკულაციებს გვერდზე გადავდებთ, უკრაინის მოქმედებები კინბურნის პირზე კიდევ ერთ რამეს გვაჩვენებს. სახმელეთო რობოტების განვითარება გრძელდება და ის ისეთ მიმართულებებში მიდის, როგორცაც არავინ ელოდა. უკრაინამ ამ რობოტების გამოყენება 2026 წელს მნიშვნელოვნად გაზარდა.
Business Insider-ის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში რობოტების გამოყენება 122%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისში უკრაინამ რეკორდული რაოდენობის 16500-ზე მეტი სახმელეთო რობოტის მისია ჩაატარა მხოლოდ ამ ერთ თვეში. უმეტესობა ისეთი კრეატიული არ იქნებოდა, როგორც კიმბურნისკოსის ინციდენტი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გამოცემის თქმით, უკრაინა მომავალში სურს, რომ მისი რობოტები მომარაგების მისიების 100%-ს შეასრულებდნენ. მაგრამ ეხლა ვიწყებთ ამ რობოტებში შეტევითი პოტენციალს დანახვას. კიმბურნისკოს ამ პოტენციალს ნათელი მაგალითი მისცა. ასევე აჩვენეს ეს პოტენციალი იმ ორ სოფელში გამოყენებულმა სახმელეთო რობოტებმა, რომლებიც ადრე ვახსენეთ. და ივნისში United 24 Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეძლო მთელი სოფელი ნოუპლატონივკას სახმელეთო რობოტით გაეწმინდა. ასე რომ შესაძლოა მათ მართლაც ჰქონდეთ პოტენციალი, რომ რუსული პოზიციები დაიკავონ ყირიმში და სხვაგანაც. ეს რობოტები აქ სამუდამოდ დარჩებიან. ხოლო ახლა ხედავთ, რომ საზღვაო დრონები ხმელეთზე სასიკვდილო იარაღად იქცნენ, ეს ყველაფერი უკრაინის სახმელეთო რობოტების მრავალფეროვნების გამო. ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გვაქვს სათქმელი. გამჭრია ხობა. ის უკრაინის მთელი თავდაცვის გულშია რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ და ტრანსფორმერი კიმბურნის ქვიშის ზოლზე იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ იგონებენ უკრაინის ჯარისკაცები ისეთ იდეებს, რომლებიც სხვაგან უბრალოდ არავის მოუვიდოდა თავში. ჩვენ ნახეთ ეს გამჭრია ხობა უკრაინის დრონებში, რომლებიც ახლა უკვე 1000-ობით კილომეტრის სიღრმეს შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე დართვა. უკრაინამ შეძლო საკუთარი ფრთოსანი რაკეტების შექმნა და მუდმივად იგონებს ტაქტიკებს და სტრატეგიებს, რომლებიც რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უპირატესობებს ამარცხებს. სწორედ ეს გამჭრია ხობა აქცევს უკრაინას ევროპის სამხედრო წყობის ფართო სურათში, უბრალო დახმარების მიმღებიდან, მთელ ევროპაში მნიშვნელოვან უსაფრთხოების პარტნიორად. უკრაინა ინოვატორია. მან გამოავლინა განსაკუთრებული უნარი სამოქალაქო ტექნოლოგიების სასიკვდილო საბრძოლო მანქანებად გარდაქმნისა და კიმბურნის ქვიშის ზოლზე მომხდარი მხოლოდ კიდევ ერთი მაგალითია. ტრანსფორმერები ახლა უკვე უკრაინაშია და მათი გამოყენების გეგმა უკვე შექმნილია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დაველოდოთ და ვიფიქროთ, რა ბრწყინვალე იდეას მოიფიქრებენ შემდეგ უკრაინის ჯარისკაცები, რადგან ისინი რუსეთს უჩვენებენ, რომ ომის მოგება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რამდენ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას ჩაკრებ ბრძოლაში. ეს იდეებზე, ინტელექტსა და გამჭრია ხობაზეა. უკრაინა არასდროს ტყვეთს ახალი გზების მოფიქრებას რუსეთის შესაჩერებლად და ახლა კიდევ ერთი ნაბიჯით მივახლოვდა ისეთი ომის შექმნას, რომელიც მთლიანად მანქანებით იქნება წარმოებული. ეს ისაა, რასაც სამხედრო თეორეტიკოსები დიდი ხანი ამბობენ, თუმცა აქამდე არასდროს იყო ნათელი როგორ მოხდებოდა ეს. უკრაინა ახლა რობოტული ომის ლიდერია. მომავალი უკვე ბრძოლის ველზეა და უკრაინის რობოტული არმია ამ ყველაფრის გულშია. გაიგეთ, რატო დადგა ეს მომავალი სწორედ ახლა და როგორ შექმნა უკრაინამ რობოტები და ასე სწრაფად გააფართოვა ეს მიმართულება. ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ ამ ვიდეომ გაგაცნობათ, რა ამოძრავებს უკრაინის არმიას, ჩვენ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს თქვენთვის. გამოიწერეთ The Military Show და დააკვირდით რა გველოდება შემდეგ არხზე. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.